ძალიან ბევრს ჰიპნოთერაპიაზე მე ვისაუბრებ მქონია ახლა შეხება მაგალითად უნახავს რომ სადღაც მძიმე მტანჯველი დაშორება მოხდა არ მოხდა ამის ბოლომდე ცხოვრება და შემდგომ ბევრი ცხოვრება ნენელა ხურავს აი გეშტალტ ფსიქოლოგია რო იწახის ხოლმე დაიხურა გეშტალტი ანუ დაიხურა რაღაც დიდი ხნის პროცესი და გაშვება მოხდა ამისი ხო აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ეს ვიცხოვროთ სხეულებრივად ჩვენ რაც არ უნდა გონებაში ვიტრიალოთ რაც არ უნდა იქ თერაპიებზე ბევრი ვილაპარაკოთ რაც ხშირად ხდება ხოლმე ხო ლაპარაკი გამოტანა ეს არის აი ძალიან ზედაპირული შრე ზედაპირული მუშაობა საკუთარ თავზე რეალური მუშაობა და მეც ხელს უწყობ ხოლმე მაგალითად პირად რუკაში როცა გავდივართ რაღაცებს მე არ ვცდილობ რომ მხოლოდ ვალაპარაკო ადამიანთან მხოლოდ მე ვილაპარაკო ჩემი ინტერესი არის უფრო თერაპიული მიდგომა უფრო გაცნობიერება ღრმა შეხვედრა მოხდეს პრობლემასთან და ტრამვასთან ემოციურ განცდადობაში მოხდეს ეს შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდგომ ხდება, იცით როგორი კომბინაციას ვაწყდები მე, რომ აი მთავარი საიდუმლო გაიხსნა. მთავარი ის, რასაც ეძებდნენ, ხშირად ყოფილა ჩემთან მოსულან, რომ აი ბევრი ხანია თერაპიაზე დადიან და სადღაც გაიჭედნენ და ვერ მიდიან. და აქ რუკას ზუსტად მაჩვენებს, სად არის მთავარი ღრმა ტრამვები, სანამ იმას არ იცხოვრებს ადამიანი, აი ზოგჯერ ძალიან ესეთი მძიმე ემოციები არის ხოლმე ზოგჯერ ტირილი არის, ან შეხვედრა ტირილს გულისხმობ, აი სევდასთან შეხვედრას, ხო? ამ შემთხვევაში, სანამ სხეულებრივად არ ხდება ამ ყველაფერთან შეხება, იქამდე საერთოდ არ არის ეს სამკურნალო ასტროლოგია ან ნებისმიერი თუნდაც თერაპიაზე დადიან, სადაც მხოლოდ არის მონოლოგის რეჟიმი, სულ ლაპარაკობენ, მაგრამ შინაგანთან შეხვედრა არ ხდება. აი თუნდაც ამას ხვდები ხოლმე პრაქტიკით, როცა მოდის ადამიანი და ან აქტიურად საუბრობს და როგორც კი ვეკითხები რაღაცას, კი ესე იყო და ყვება, აი მოვლით, ბევრი სიტყვებით, მაგალითად ეს უკვე ნიშნავს, რომ თავის არიდება არის განცდადობაში. ანუ მე თუ გონებას აქტიურებ მუდმივად და ემოციაში არ გადამაქვს ეს ყველაფერი. ეს დაცვითი მექანიზმი არის, ესე იგი რაღაც ისეთი ტკივილი არის შიგნით, რომელსაც არ მინდა მე შევხვდე და მაქვს სულ გონება ჩართული, სულ ანალიზი ჩართული ნევროტულად, რომ არ შევხვდე აქ სხეულს. ამ დროს აკრება თავი კურნალობა არის სხეულთან შეხვედრა. სხეულთან, ანუ იმ ტრამვასთან, იმ ტკივილთან შეხვედრა, იმ ან დანაკარგთან, ან იმ ილუზიასთან შეხვედრა, ან იმ მარტოობასთან შეხვედრა. ყველას აქვს თავისი ისტორია, ყველას აქვს თავისი ნეგატიური